მინდა მოგილოცოთ თავისუფლება, მინდია მადლობა ძალიან დიდი, რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში, როგორი უცნაური იყო, არა, გუშინ გაგვიხარდა თქვენი გათავისუფლება და თორნიკეს და უცებ ეგრევე გაჯახეს 500 ლარიანი ჯარიმა, ანუ ციხიდან გამოსული და პირველივე სანქცია დაგახვედრეს იქვე, როგორ ბრძანდებით, როგორ ხართ და რა დაგხვდათ გარეთ, როცა გამოხვედით? მადლობა, გაიხარე, კარგად ვარ. არაჩვეულებრივ ვარ. პირველ რიგში მინდა მოვესალმო საზოგადოებას, მინდა მოვესალმო პოლიტპატიმრებს, გამარჯვება, გამძლეობა და ყველაფერი კარგი მინდა უსურვო მათ. მთავარია გამაგრდეთ ბიჭებო, ყოველივე კარგი იქნება. განწყობა როგორი აქვთ იმ ბიჭებს, ვისაც თქვენ მიესალმეთ, მინდია და რის გამოც უცებ ჯარიმა დაგაკისრეს. ანუ თვითონ ციხეში განწყობა როგორია შემართება და გარეთ რომ გამოხვედით, დაგხვდათ თქვენ ის რეალობა, რასაც ციხიდან ხედავდით, როცა პატიმარი იყავით? ციხეში შემართება ისევ იგივეა, როგორიც იყო ადრე, თავიდანვეც როგორიც ვიყავით, ეგეთი შემართება იყო, რა თქმა უნდა. ყველა ეგეთი შემართებით იყო, ვინც პოლიტპატიმრები არიან, ბრძოლის ხასიათი არიან, მუდამ ჟინზე არიან და გამარჯვების ხასიათი არიან ყველანი. გარეთ რო გამოვედი, გამიხარდა ძალიან საზოგადოება რო დამხვდა, ჩავიკარი ყველანი გულში და ისევ რუსთაველზე გამოვედი პირდაპირ და ახლაც რუსთაველზე ვარ ამჟამადაც. ანუ ისევ აპირებთ იყოთ პროტესტში აქტიურად ჩართული, ისევ აპირებთ იყოთ აქციის მონაწილე, ხო? ციხეს ეს თქვენთვის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. არანაირი, რა თქმა უნდა, ვაპირებ ისევ ბრძოლაში ვიყო, ისევ შემართებით ვარ და არანაირი ცვლილება არ გაუკეთებია ციხეს ჩემს მიმართ. ელოდებით რომ შესაძლებელია ისევ დაგიჭირონ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, ისეთი რეპრესიული კანონები არსებობს ამ ქვეყანაში. ადამიანი, როდესაც შეიძლება ტროტუარზე დგომის გამო აღმოჩნდეს მიცემული პასუხისმგებლობაში, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი არის დასაშვები. როგორ ფიქრობთ, თქვენი გამოსვლა და ისევ გააქტიურება, როგორც პროტესტის მონაწილის, ხომ არ გაუჩენს მიზანს ქართულ ოცნებას, რომ რა ვიცი, ისევ დაგიჭირონ შეიძლება, თუნდაც ტროტუარზე დგომის გამო. ეგ არანაირი გამორიცხული არა, მაგის შიში სულ არა მაქვს, ისევ აქ ვიქნები, ისევ ჩემი მეგობრების გვერდზე ვიქნები, ისევ ბრძოლის ხასიათზე ვარ, ისევ იმ შემართებით და მუდამ ამ შემართებით ვიქნები, სანამ ბოლომდე არ გავიმარჯვებთ. სანამ გამარჯვების ჰიმნი არ იმღერებს ჩვენ საზოგადოებაში. გარეთ გამოსულს ისევ შეგექმნათ ეს განცდა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ? რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მადლობა. შემართება იყო. კი ბატონო, მე ამ შემთხვევაში ვიგულისხმებ პროტესტი დაგხვდათ თუ არა, ისეთი ძლიერი, როგორცაც შესაძლებელია თქვენ ციხიდან ხედავდით, ესეც საინტერესოა. კი, როგორ არა, არის ხალხში, რა თქმა უნდა, ის შემართება, ის ჟინი რაც იყო თავიდან და გაგრძელდება კიდევ, უფრო და უფრო გაგრძელდება. დიდი მადლობა. მინდია წარმატებას გისურვებთ. მადლობა რომ ჩაგვერთეთ ეთერში. მინდია შერვაშიძეს უსმენდით.